გააჩერეთ დედამიწა, რადგან დღეს ჩვენი სტუმარია ქეთი წიგლაური. დიდი მადლობა ქეთი რომ მესტუმრე. თქვენ მადლობა რომ მომიწვიეთ. გაიხარე, გენაცვალე როგორც ყოველთვის შესანიშნავად გამოიყურები. მადლობა. ასევე ყველანი. ესე იგი, როგორც უკვე გრძნობთ, გაზაფხულდა და თბილი ქვეყნებიდან ჩიტები დაბრუნდნენ და მათ შორის კაჭკაჭები. გაჭკაჭი ვარკვაჭი ვარ. მაშ ვალდა მაშ ვარ. აი, ვინდა გვიჯერებს ახლა წინასწარ არ ვიყავით გარიგებული ამ კითხვაზე და ამ პასუხზე რა ვთქვა. ვინდა გვიჯერებს ჩვენ უკვე გავლილი გვაქვს ნებისმიერი რეპეტიციები და გადაღებები. ზურა, არა, კაჭკაჭკი არ უნდა გიმღერო, უნდა გიმღერო სიყვარული მოვა ჩემო თომა. მოვა თავის დავადა. როგორც ერთ-ერთი თომა არ გამოვა. არ გამოვა ძალის ავადა. აი არა. მით უფრო რომ ხა შენ გამოცდილებასთან რა თქმა უნდა ჩემი გამოცდილება ვერ მოვა, მაგრამ ჭხილთა ქორწილში ერთ პერიოდში თომა ერთ-ერთ ვერსიაში ზურაბ დანდებოდა ჭხიკვი თომა. ძალიან ისეთი. ბატონმა ჯემალმა მანდო თავისი ნათამაშები როლი და დიდი მადლობა ბატონ ჯემალს ამისათვის. მადლობა ივერიას ამ ჰანგებისთვის და ამ ბედნიერებისთვის, რომელსაც ქვია ჭხითა ქორწილი. და შენ გვარს დიდი მადლობა, შენ სახელოვან გვარს რა თქმა უნდა. გინაცვალე, მადლობა. ისე ივერიაზე გამახსენდა და ჩვეულებრივ ქორწილებში უფრო ხშირად ხარ ნაყოფი თუ ჭხითა ქორწილში? მე ვფიქრობ ჭხითა ქორწილებში ნამდვილადთან. მე უშუალო მონაწილე ვიყავი თითქმის ყველა ვერსიის, რომელიც გააკეთა ივერიამ, 80-იან წლებში როგორც იყო პირველი პრემიერა, იმის მერე რამოდენიმე ვარიანტი იყო. ჭხითა ქორწილის იყო 2000 წელს, იყო 2009 წელს, როდესაც ჩვენ ერთად გქონდა ბედნიერება მონაწილეობის 18-ში და 19-ში ბლექსი არენაზე ტრიუმფალური წარმოდგენა იყო ამ სპექტაკლების. ასე რომ ვფიქრობ ნამდვილად ჭხითა ქორწილში უფრო ხშირად. კი ბატონო, ისე რამდენ ქორწილში არ ვარ ნათამადარი, მაგრამ აი ჭხითა ქორწილში არ მითამადია ჩვენ. გაიქნებოდა, მელოდება მე მგონი წინ და ეგ ამბავი. მეც ესე ვფიქრობ. ეს ამბავი არ გაჩერდება. კი ბატონო, ნამდვილად ასეა და ეხლა რა მაინტერესებს იცი? რა როლი მოუხდებოდა ჩვენს ამიკოს ჭხითა ქორწილში? ამიკო? ეს არის შუაში რო. ამიკო ჭხითა ქორწილში. არ ვიცი, მაგრამ შეიძლება წუნა და წრუწუნაშია. ახალი იდეა. ჩვენსაც გავაკეთე. სკვინჩთა ქორწილი. ახალია, კი ბატონო. კი ბატონო. ეხლა როგორც ვიცი, დედა შენი არის წარმოშობით ქუთაისიდან, ხო? კი ბატონო, მე ამ მოვლენას ისე გვერდს ვერავულიდი და როგორ ფიქრობ? მომღერალს, კარგ მომღერალს სმენა უფრო კარგი უნდა კონდეს თუ გაგება? თუ სმენა არ გაქვს, გაგებაც არ იქნება. არის ის? ესე იგი, შენი შვილი მუსიკოსია. შენ მუსიკოსი ხარ, მამა შენზე ბატონო. მამა დედა. ჩვენი აპლოდისმენტები და სიყვარული რა თქმა უნდა დიდ და ბუმბერას ადამიანს. ესე იგი, თქვენზე არის ფაქტიურად ნათქვამი, ბაბუ ნახე, შვილი ნახე და შვილიშვილი ისე გამონახეო, ხო? კი, ამანდაზის განსახიერება ვარ, ნამდვილად მთელი ოჯახი, კი. როგორც ვიცი, შენი შვილი ელექტრონულ მუსიკას. კი, უბრალოდ სხვა განხრით არის ელექტრონულ მუსიკას. სხვათა შორის ჩემი შვილებიც მაგ განხრით არიან, უნდა დავაკავშიროთ. ძალიან აქტუალური და ძალიან პოპულარულია და სხვათა შორის მე ძალიან მომწონს. ჩვენმა თაობამ, უბრალოდ ჩემმა და ჩემმა უფროსმა თაობამ კოსმოსში ჩაკრულო გაუშვა. ჩაკრულოს ეხა წინაპარი უცხო პლანეტელები მოусმენენ. მართალი ხარ? თინეიჯერებისთვის გავგზავნი თინეიჯერი უცხო პლანეტელებისთვის შენი გოგოს ელექტრონული მუსიკა გაიგზავნება და ესეა ცასქვენი იქნება დედამიწაც და მთელი კოსმოსიც. იმიტომ რომ არ ყოფნით მარტო ერთი გალაქტიკა ჩვენ როგორც ვატყობთ. ენერგია კოსმოსში და გაიგებენ. კი ბატონო, ეხლა რა მაინტერესებს იცი, შენთან ერთი თხოვნა მაქვს. ჩვენმა ტელემაყურებლებმა დაჟინებით მთხოვეს, რომ შენთვის დაჟინებით მეთხოვნა, რომ სიმღერა შეასრულო და ამ თხოვნას დაჟინებით გთხოვ და გადმოგცემ ჩვენი
ტელემაყურებლების დაჟინებული ხომას დაჟინებით. უღრმესი მადლობა, დიდი სიამოვნებით. დღეს შეგისრულებთ არც ისე ახალ სიმღერას, მაგრამ რა თქმა უნდა, უფრო თანამედროვედ შევასრულებთ, ვეცადოთ. ეს რომელ თაობაში ვართ ახლა? ეხლა უცხო პლანეტელებისთვის მაინტერესებს. უცხო პლანეტელებისთვის მეორე თაობაში ვიყავ. მეორე თაობა, კი ბატონო. არის თემურ წილაძის სიმღერა, რომელსაც ქვია ღამე ღამეო. ჩვენი სეპერტად ვარჯი უდობა კრება მითხარი რომ ეს სიზმარი არ დაფრობება ღამე ღამეო ჩემო მთვარეო შენ მე მაჩუქე სუთები ღამე წავადა გზნობა დარჩება შენ კი აღარ სად იქნები ღამე ღამეო ჩემო მთვარეო შენ მე მაჩუქე სუთები ჩვენი სტუმარი იყო ულამაზესი და უნიჭიერესი ქეთი ციკლაური.